და მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ერთი კვირა წმინდა მარხვისა დასრულდა და პირველ კვირა დღეს წმინდა ეკლესია ზეიმობს მართალი სარწმუნოების გამარჯვებას სიცრუეზე. შეიძლება ესე ითქვას ჭეშმარიტების ზეიმია დღეს. Რა თქმა უნდა, როგორც არაფერს სხვას, ისე ეს დღესასწაულიც ეკლესიას შემთხვევით და მიზნის და დანიშნულების გარეშე არ დაუწესებია. შეუდექით რა დიდ მარხვას, უჭი რომ არ აღმოჩნდეს ეს ღვაწლი ჩვენთვის ეკლესიამ, ჩვენმა დედამ გადაწყვიტა რომ შეეხსენებინა აუცილებელი პირობა ადამიანის გადარჩენისათვის. ეს არის მართალი სარწმუნოება, რომლის გარეშეც ცხონება არ არსებობს. სადაც არ არის მართალი სარწმუნოება, იქ გადარჩენა არ არის. რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით შეფუთოს ეს მავანმა, ეს მაინც ასეთ ჭეშმარიტებად დარჩება. ამისგან გვაფრთხილებს და გვიცავს დღეს ჩვენი ეკლესია. აქებს და ადიდებს იმ ადამიანებს, ვინც შრომა გასწია, ოფლი დაღვარა და სისხლი დაღვარა იმისათვის რომ დაეცვათ ჭეშმარიტი სარწმუნოება, მათ ნეტარება შეუთვლის, ხოლო ადამიანებს, ვინც ცდილობდა და ცდილობს დღესაც და ალბათ მომავალშიც ვიდრე ქვეყნის ახალსვლამდე ეცდება შერყნას, კაცთა დასაღუპად, ეშმაკის შთაგონებით ეს სარწმუნოება მათ შეჩვენებას და საუკუნო წარწმენას უქადის. რატომ? იმიტომ რომ გაგვაფრთხილოს ჩვენ და გვითხრას რომ ფრთხილად იყავით. მიბაძეთ პირველებს, რომელთა ხვედრიც არის ნეტარება და უფრთხილდით და გაეკეცით მათ, რომელთა ხვედრიც არის საუკუნო წარწმენა. სამწუხაროდ, ალბათ არა მარტო ეხლა, მაგრამ განსაკუთრებით ეხლა, აი ამ ბოლო ეპოქაში, ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას ადამიანები ანიჭებენ სარწმუნოებას. არიან მართლმადიდებელნი თუ არ არიან მართლმადიდებლები, სამწუხაროდ უმრავლესობა ადამიანებისა არიან ამა თუ იმ სარწმუნოების წარმომადგენლები მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სარწმუნოებაში დაიბადნენ. უმრავლესი ადამიანებისა არ იწუხებს თავს იმაზე ზრუნვით, საერთოდ რას ასწავლის მისი სარწმუნოება და სჯერავს თუ არა მას იმისა, რასაც მისი სარწმუნოება ასწავლის. არადა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. ადამიანს შეუძლია თქვას ასე წამს ღმერთი, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ უბრალოდ ამის თქმა არაფრის მაქნისი არ არის ადამიანისთვის. ჩვენ ვიცით რომ უფალს მეორედ მოსვლის ჟამს ადამიანები შეღაღადებენ და ეტყვიან უფალო, უფალო. ანა შენი სახელით არ ვაკეთებდით სასწაულებს და შენი სახელით არ წინასწარმეტყველებდით. მათ ეტყვიო უფალი ამბობს რომ არ გიცნობ თქვენ ვინ ახართ. ხედავთ? ანუ მხოლოდ ის რომ ვიძახი მწამს, ეს არაფერს არ ნიშნავს. თუ სინამდვილეში მე შინაგანად არ მწამს. რწმენა ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, არ არის მხოლოდ ღვთის არსებობის დაჯერება. ღვთის არსებობისა ბევრ ვინმეს სჯერა. ღვთის არსებობისა სჯეროდათ იმ ადამიანებს, ვისაც დღევანდელ დღეს ეკლესია ანათემას უთვლის. იქნებოდნენ ეს არიოზი, ორიგენე, ევტიხი, თუ სხვები და სხვები, უამრავი სახელია. მათაც სჯეროდათ ღვთის არსებობის, მაგრამ ასეთმა რწმენამ ისინი დაღუპა. და ყველა მათი მიმდევარი დაღუპა და გახადა ეშმაკის კერძი.
მწამს ღმერთი რომ იძახი ადამიანი ეს ნიშნავს რომ შენ სწორი წარმოდგენა უნდა გქონდეს ღმერთს აი ეს არის მწამს ღმერთი მწამს ღმერთი არა ეფემერული რაღაცა არამედ მწამს ღმერთი სული მარტივი მწამს ღმერთი სამება მამა ძე და სული წმინდა მწამს მამა ღმერთი რომელსაც არ აქვს არც დასაბამი არც დასაწყისი და არის უდრო მწამს ძე რომელიც იშვება მამისგან მწამს სული წმინდა რომელიც გამოდის მამისგან ეს სიტყვები თითქოს კი არა სამწუხაროდ არა უმრავლესობა მართლმორწმუნე ქრისტიანებისათვის არაფრის მთქმელი არ არის სამწუხაროდ და ვისთვისაც ეს სიტყვები არაფრის მთქმელი არ არის და ცარიელია მან კარგად უნდა დაფიქრდეს აქვს მას ის რწმენა რომელიც მას აცხონებს თუ არა ხომ არა აქვს მას ისეთი რწმენა რომელიც შეაღაღადებინებს ბოლო ჟამს უფალზე რომ უფალო მაგრამ იქიდან მოისმენს რომ არ გიცნობ ვინ ახარ ესეთი ადამიანი ამაზე უნდა დაფიქრდეს თუ ბავშვია ეს არ აუშვას მაგრამ დასრულმა რომ ეს არ იცის აი მაგალითად დღეს ბევრს უყვირს ხოლმე რომ პროექტით აი რატო გავიყავით კათოლიკეები და მართლმადიდებლები უბრალოდ რატო მოწყდა რომ პაპისტების ეკლესია ჭეშმარიტ ეკლესიას და რო ეუბნები რომ აი ჩვენ გვწამს რომ სული წმინდა გამოდის მამისგან და მათ წამს რომ გამოდის მამისგან და ძისგან აუცებულები რჩებიან მერე ახლა კარგი რა მოხდა ამისთან თუ ასე ფიქრობ ესე იგი უნდა კარგად დაფიქრდე და თუ ასე ფიქრობს ვინმე და ასეთია მისი რწმენა ასეთი მჩატე მსუბუქი ზედაპირული მაშინ ასეთი ადამიანი უნდა დაფიქრდეს და გაიხსენოს ეგნატე ბრანჩანინოვის სიტყვები ნუ ეთამაშებით თქვენ სულის წყონებას საოცარი სიტყვები რომელიც ყოველთვის უნდა ახსოვდეს თითოეულ ჩვენთანაც ნუ ეთამაშები საკუთარ სულის წყონებას მწამს ღმერთი და მწამს ღმერთის აი ეს კიდევ ერთი რწმენის სახეობა მწამს ღმერთი გავარკვიეთ რა არის ხო მწამს ღმერთი ეს არის გქონდეს სწორი წარმოდგენა ღმერთზე და მხოლოდ ასეთი რწმენა აცხონებს ადამიანს მწამს ღმერთის აი ეს რა მწამს ღმერთის არის როდესაც მე მჯერა ღმერთის მჯერა იმის რაც მან მითხრა მე რომ ის უეჭველად აღსრულდება და უხილავი ჯერ კიდევ არ მომხდარი ჩემთვის არის როგორც მომხდარი აი დღეს ახლა ეს 60 კულეში მოსეზე წაიკითხა იოსებ მოისმენთ მაგრამ ჩვენ კიდე ვისაუბრეთ ერთი ორი კვირის უკან ა ブラ ამის რწმენაზე და ეს რწმენა მინდა შეგახსენოთ იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ღმერთის რწმენის დაჯერებისა ღვთის სიტყვისა ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და ორი სიტყვით გაგახსენებთ ა ブラ ამს ჰქონდა აღთქმული რომ მისი შთამომავლისგან იკურთხებოდა მთელი სამყარო და ეს შთამომავალი არ იყო ისმაელი ეს შთამომავალი იყო ისააკი აი ეს აღთქმა ჰქონდა ა ブラ ამს და ამ აღთქმის მერე ისე რომ ისააკს დასრულობამდეც კი არ მიუღწევია ჯერ ყრმა არის იღებს ბრძანებას ღვთისგან რომ წაიყვანე და დაკალი ისააკი და შემომწირე მე აი მწამს ღმერთის არის სწორედ ეს რომ გჯეროდეს ერთისაც და მეორესიც ეჭვი არ შეეპარება ა ブラ ამს იყვანს ისააკს მიყავს დასაკლავად და არც იმაში ეპარება ეჭვი რომ სწორედ მისგან იკურთხება მისი შთამომავლობა არც ეჭვი არ ეპარება ა ブラ ამს ეჭვი აბა დაფიქრდით როგორი არის ეს არც ეჭვი არც ურთიერთგამომრიცხავია ორივე მაგრამ არც ეჭვი არ ეპარება მამები ამბობდნენ რომ ა ブラ ამი დარწმუნებული იყო რომ ვინც მისცა ისააკი ის მას აღადგენდა
ეს მოხდებოდა აუცილებლად, რაც ღმერთმა თქვა ისააკისგან, გამრავდებოდა ის და ისააკისგან იკურთხებოდა მთელი სამყარო. აი ეს არის წამს ღმერთის. ასეთი რწმენა აცხონებს ასევე ადამიანს. სხვანაირი რწმენა ვერ აცხონებს ადამიანს. იმიტომ რომ პავლე მოციქული ამბობს, ნახეთ, რწმენა აბრაამს და შეერაცხა მას სიმართლედ. აი რა შეერაცხა მას სიმართლედ. ასეთი რწმენა, სხვა რწმენა კი არა. ასეთი რწმენა შეერაცხება ადამიანს სიმართლედ. და მხოლოდ ასეთი რწმენა აცხონებს ადამიანს. ესაც, ეხლაც. თითოეულ ჩვენთაგან სწორედ ესეთი რწმენა მოგვეთხოვება. არ გეგონოთ, რომ სხვანაირი რწმენა მოგვეთხოვება. თითოეულ ჩვენთაგანს უფალმა რა აღვიქვა? რას ვკითხულობთ ხოლმე ყოველ კვირას? სიკვდილი დაამარცხა. ჯოჯოხეთი წარტყენილია. ეშმაკი დათრგუნულია. ცოდვა ვეღარ ბატონობს ჩვენზე. აღთქმული გვაქვს საუკუნო ნეტარება. ვინც ჩემსას ირწმუნებს არასდროს არ მოკვდება. აი ეს ყველაფერი აღთქმული გვაქვს ჩვენ. არ კვდებით? ცოდვა არ ბატონობს ჩვენზე. ეს ყველაფერი ხდება. მაგრამ თუ ადამიანს ჯერა მაცხოვრის სიტყვების, მიუხედავად იმისა, რომ ტანჯვასაც ხედავს, განსაცდელებიც უამრავი ახვევია თავს. ხო? ნახეთ, აღვითქვა ნეტარება, თან გვეუბნება ჯვარზე უნდა გაეკრათ. აბა დაფიქრდით. ნეტარება გვაქვს აღთქმული და თან გვეუბნებიან, რომ უნდა ჯვარზე ვეკრათ, უნდა ვიმარხულოთ, უნდა მეტანიებით და ღვაწლით შევზღუდოთ ჩვენი თავი და ხორცს უნდა გაუჭირვოთ. ახეთ ურთიერთგამომრიცხავია თითქოს. მაგრამ თუ ამ ურთიერთგამომრიცხავისას ჯერა ადამიანს, მაშინ მას აქვს სწორედ ის აბრაამის რწმენა, რომელიც მას სიმართლე შეერაცხება და რომელიც აცხონებს ასეთ ადამიანს. ხო? მაგრამ როგორ უნდა მივხვდეთ, გვაქვს თუ არა ესეთი რწმენა? ამის შემოწმება ძალიან იოლია. ყოველ წირვაზე ჩვენ გვესმის უფლის სიტყვები. ნეტარიყვნენ გლახაკნისულით. ნეტარიყვნენ რომელთა შიოდეს და სყუროდეს. ნეტარიყვნენ დევნულნი სიმართლისათვის. ნეტარიყვნენ თქვენ რაჟამს ყვედრიდან და გდევნიდან და სხვან ყოველი სიტყვა ბოროტი სითრუი თქვენ დავამართ ჩემთვის. ასევე უფლისგან გვესმის ჩვენ სიტყვები, ვაი მათ, ვაი თქვენ გამაძღარო. ვაი თქვენ რომელიც იცინით. ვაი თქვენ რომელთაც ყენიადად გაქებენ კაცს. რომელს ვბაძავთ, რომელი გვინდა ჩვენ ცხოვრებაში, აი თავარი კითხვა რა უნდა დავუსვათ ჩვენ. სინამდვილეში რას ვრაცხთ ჩვენ ნეტარებად? ანუ ბედნიერებად რა მიგვაჩნია? რომელიმე ჩვენთაგანს მიგვაჩნია ბედნიერებად, გულწრფელად ჩვენ თავს უპასუხოთ, რომელიმე ჩვენთაგანი ბედნიერებად თუ ჩავთვლით, რომ ადამიანები გულანძღავდნენ, გვაგინებდნენ და ცუდად გვეპყრობოდნენ. რომელიმე ჩვენთაგანი თუ ჩავთვლით ბედნიერებად იმას, რომ მაგალითად გვშიოდეს და გვწყუროდეს სიმართლისათვის. აი რომელიმე ჩვენთაგანი ამას საერთოდ ბედნიერებას თუ უწოდებს. თუ ესე არ არის, მაშინ თავს ნუ მოვითხოვეთ. რაღაცა ვერ არის ჩვენ რწმენაში მთლად კარგად. და მხოლოდ ის რომ მართლმადიდებელი ვარ, ესე დავირთვალთ გულზე, ეს არაფერს არ შეცვლის. კარგად დავფიქრდეთ. წამს ღმერთის ისეთის, როგორიც ის არის. გავმეორდები. იმიტომ რომ მხოლოდ ესეთი რწმენა აცხონებს ადამიანს. მე ჩემი წარმოდგენა რომ აქ ირინეოს ლიონელსა წმინდას ესეთი სიტყვები რომ რწმენა არის ის, რაც ჩვენ მოგვეცა და არა ის, რაც ჩვენ გამოვიგონეთ. ნახეთ?
როდესაც ეკლესია ამბობს, რომ რწმენა აცხონებს ადამიანს, ამ რწმენაზეა ლაპარაკი. ის რაც ჩვენ მოგვეცა ღვთისგან, ეს გვაცხონებს და არა ის რაც ჩვენ გამოვიგონებთ. სამწუხაროდ ჩვენ თანამედროვე ადამიანები ყველაზე იოლად სწორედ რწმენაზე ვლაპარაკობთ. ყველაზე იოლად დავდგები და მე ესე მგონია კაცო, მე ესე მწამს. აბა ღმერთი ესე როგორ იზამს? ეს ყველაზე თამამი ადამიანი ამ სფეროშია. არადა ეს სფერო გადაწყვეტს ადამიანის მარადი უხვეწს. აქ უნდა იყოს ყველაზე ფრთხილი ადამიანი. თუ რამეში ეჭვი ეპარება, ჩუმად უნდა იყოს. უნდა კითხულობდეს, რომ ეს როგორ არის. ის კი არა, რომ თამამად აცხადებდეს, რომ მე ესე მჯერა და ესეა და ესეა და ესეა და ესეა. არა. არავითარ შემთხვევაში. ესეთი სითამამე დაღუპავს ადამიანს. ადამიანი ფრთხილი უნდა იყოს, როდესაც საქმე რწმენას ეხება. როდესაც საქმე ღმერთს ეხება. და უნდა კითხულობდეს, როგორ წამდათ მამებს ჩვენამდე. ნახეთ, დღესაც წარდგომაში, სანამ 60 კილოს წავიკითხავდით, საერთოდ წარდგომა რა არის ხოლმე, რა წარდგომა ეს არის რამოდენიმე სიტყვით გადმოცემული მთავარი აზრი იმ მსახურებისა თუ იმ წასაკითხი წიგნის მონაკვეთისა, რომელიც უნდა იქნეს წაკითხული ან აღსრულებული მსახურება. რამოდენიმე სიტყვაში გადმოცემული. რას გვეუბნება? კურთხეულ არს, კურთხეულ ხარ შენ ღმერთო მამათა ჩვენთან. რას ნიშნავს ეს ღმერთო მამათა ჩვენთან? ანუ ის ღმერთი, რომელსაც ჩემი მამები პატივს სცემდნენ და თაყვანს სცემდნენ. მეც მაგ ღმერთს ვაღიარე. სხვას კი არა. ის კი არა მე რომ მოვიგონე ეხლა და მე რომ ეხლა რაღაცნაირად ვიფიქრე რომ ესეთი იქნებოდა, არა. აი ისინი ღმერთო აბრაამისო, ისააკისო, იაკობისო. რატო ჩამოთვლის ესე? და ვინმე არ ვიცით რომ ღმერთი ყველას ღმერთია? ვინმე ეჭვი ეპარება რომ ღმერთი ერთადერთი შემოქმედი მთელი კაცობრიობასა ყველას ღმერთია? მარტო აბრაამის არის, მარტო ისააკის იყო? რა თქმა უნდა ესე არა. მაგრამ სწორი წარმოდგენა ღმერთზე და სწორი თაყვანისცემა ღვთისა მათი ცოდნა. და ამას გამოხატავს ეკლესია, როდესაც ამბობს და თითოეული ჩვენთაგანი რომ ღმერთო მამათა ჩვენთან. ანუ ჩვენც ისე ვადიდებთ, როგორც ისინი ადიდებდნენ. ჩვენ არ მოგვიგონია რაღაც ახალი. აი ადამიანი, როდესაც რწმენაზე ლაპარაკობს და იძახის, რომ ის არის ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესიის შვილი, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი, ის უნდა ამბობდეს, რომ მე მწამს ისე, როგორც წამდა ჩემამდე ყველას და ყველგან მართლმადიდებელს. ისე, როგორც 7-მა მსოფლიო კრებამ დამიწესა. ვცემ თაყვანს იმას, რაც კრებებმა მითხრეს, რომ თაყვანი უნდა ვცე. და უარყოფ და შევაჩვენებ იმას, რაც მამებმა და კრებებმა შეაჩვენეს. აი ამას უნდა ამბობდეს ადამიანი და ამას მთელი გულით და გონებით უნდა ფიქრობდეს ასე. და არავითარ შემთხვევაში გველს, რომელმაც ადრე ჩვენი პირველი მშობლები აცნუნა, არ უნდა აძლევდეს იმის საშუალებას, რომ ამ რწმენაში იოტის ოდენა რაიმე კითხვაც კი გაუჩინოს. აი ეს არის მთავარი სარწმუნოებაში. რომ ადამიანი ადამანტივით იყოს, არაფერი მას არ ეკარებოდეს. შეკითხვების, გამოძიების დრო არის, სანამ ადამიანი მართლმადიდებელი გახდება, სანამ ადამიანი ეკლესიაში შეუდგება. მანამდე გამოიძიე რამდენიც გინდა, იკითხე რამდენიც გინდა. ეჭვი შეიტანე რაშიც გინდა. ჯერა წმინდა სამების და მე მჯერა ეკლესიის, აი იქ უკვე ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც შენ თავში შემოძრება, აღიქვი როგორც ის გველი, რომელიც 60-ში შეძრა. და ნებისმიერ მის შეკითხვას გაეცი ის პასუხი, რომელიც წესით ევას და ადამს უნდა გაეცათ მისთვის. და რა პასუხი იქნებოდა სწორი? ერთადერთი პასუხი. ვინ ხარ? ვინ ხარ შენ, რომ ბედავ ჩემ შემოქმედზე რამეს მეუბნები? აი ესეთი პასუხი უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანის მიერ
ნებისმიერ შეკითხვაზე, რომელიც ჩვენ თავში ჩნდება ჩვენი რწმენის საწინააღმდეგოდ. ერთადერთი კითხვა პასუხი უნდა იყოს, ვინ ხარ შენ, რომ ჩემს მშობელ დედა ეკლესიაზე რაღაც ეჭვებს მიჩენ. რომ იმ მამებზე, ვინც თავისი სისხლით მოიტანეს ჩემამდე ეს სარწმუნოება და იმ ქრისტეზე, რომელმაც ჩემთვის სისხლი დააქცია ჯვარზე, მოდიხარ და რაღაცა ეჭვებს მიღზრავ. აი ეს ერთადერთი პასუხი უნდა იყოს. დანარჩენი ყველაფერი დაღუპავს ადამიანს ისე როგორც ევა დაიღუპა და ადამი დაიღუპა. ნებისმიერი ყველა დანარჩენი დისპუტი ეშმაკთან ადამიანს აქამდე მიიღეს. შევეცადოთ, რომ ესეთი რწმენა გქონდეს ჩვენ ცხოვრებაში. შეიძლება ახლა ღვთისმეტყველი აქ არც ერთი არ ავდგებათ, შეიძლება კი არა არც ერთი არ ავდგებათ. მაგრამ ელემენტარული წარმოდგენა ჩვენ სარწმუნოებაზე ყველას უნდა გქონდეს. და ერთგულება ამ სარწმუნოებისა თითოეულ ჩვენთანაც უნდა გქონდეს. ჩვენ ვართ შთამომავალი უდიდესი ერის, რომელსაც არასდროს არ უღალატია ერთხელ მიღებული სარწმუნოებისათვის. ამას სჭირდება გაფრთხილება. სულ ამას ვიმეორებ და დღესაც გავიმეორებ. დავით აღმაშენებლის საოცარი თავისი ანდერძი რომ აქ იმთავრდება. ყველა ცოდვა ჩავიდინო, ყველაფერზე ლაპარაკ, ყველაფერი გავაკეთე. მაგრამ ერთადერთი რაც არ დამიშავებიაო, იმ სარწმუნოებისთვისო, რომელიც ჩვენმა ღვთისმეტყველებმა მასწავლესო, ანუ ეკლესიის მამებმა, რომელიც სარწმუნოებას მასწავლესო, იმისთვის არასოდეს ვიღალატიაო და ამიტომ შემიწყალე ღმერთო. ნახეთ? ამიტომ შემიწყალე ღმერთო. ღმერთმა ინებოს ისე გვეცხოვროს, რომ როდესაც ღვთის წინაშე ჩვენი წარდგომის დრო დადგება, აი ეს სიტყვები თამამად გვეთქვას, რომ ყველაფრისთვის შეიძლება გადამიხვევია. ჩემი სისუსტეებიდან გამომდინარე, თქვათ, ჩემი დავრდომილობიდან, დაუდევრობიდან გამომდინარე, მაგრამ არასოდეს არ მიღალატია შენი რწმენისთვის. იმიტომ რომ თუ ადამიანი რწმენას არ უღალატებს, დამიჯერეთ ის არც ისეთ ცოდვას არ ჩაიდენს, რომლის გამოც წარწყმდება. მაგრამ თუ ადამიანი რწმენას უღალატებს, გამორიცხულია რომ მან ზნეობა შეინარჩუნოს. აი თუნდაც ზნეობა შეინარჩუნოს. იმასაც წარწყმდებს აუცილებლად. ერთმა შეგვაძლებინოს, რომ ერთი ჭეშმარიტი მართალი სარწმუნოებით წავდგეთ ღვთის წინაშე. უფალმა დაგლოცო და გაგლოცო.